ხშირად გონია, რომ ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ინტერნეტი გამოჩნდა. მაგრამ ეს არასწორია, რადგან 1800 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთში ერთმა გამომგონებელმა შექმნა მანქანა, რომელსაც შეეძლო მიწისძვრის დაფიქსირება. მაშინაც კი, როცა ადამიანები მის გარშემო ვერ გრძნობდნენ მას. ეს არ არის მობილური ტელეფონი, ეს არ არის კომპიუტერი და მით უმეტეს ეს არ არის თანამედროვე მანქანა. ეს არის დიდი ბრინჯაოს ჭურჭელი, რომელსაც გვერდებზე დრაკონები აქვს, ხოლო ქვემოთ ბაყაყები. მისი გარეგნობა უჩვეულოა, მაგრამ ეს დეკორაცია არ არის. ეს არის ეგრეთ წოდებული უძველესი მიწისძვრის დეტექტორი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, ყველაზე პირველი ცნობილი სეისმოსკოპი ჩინელმა მეცნიერმა ჯიან ჰენგმა შექმნა 132 წელს, ჩვენი წელთაღრიცხვით. ჰანის დინასტიის დროს მიწისძვრა ჩინეთში დიდ შიშს იწვევდა. მიწისძვრის დროს მხოლოდ სახლები არ ნადგურდებოდა. ადამიანების ნდობაც ირღვეოდა მმართველის მიმართ. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ თუ ძლიერი უბედურება მოხდებოდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცა აღარ იყო იმპერატორის მხარეს. ამიტომ იმპერიული კარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება მალე გაეგოთ, სად მოხდა მიწისძვრა. არა იმიტომ, რომ შეეძლოთ უბედურების შეჩერება, არამედ იმისთვის, რომ სწრაფად გაეგზავნათ დახმარება დაზარალებულ ადგილას. და სწორედ აქ გამოჩნდა ძიან ჰენი. ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. ის იყო ასტრონომი, მათემატიკოსი, ინჟინერი და სახელმწიფო მოხელე. მაგრამ სანამ დავიწყებ განხილვას, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ თქვენი არხი. ეს ჩვენთვის, როგორც კონტენტ კრეატორებისთვის, ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. Science Museum Group-ის მიხედვით, ჯიან ჰენგი ცნობილია ასტრონომიის, მათემატიკისა და სეისმოლოგიის სფეროში, ხოლო მისი მოწყობილობა ერთ-ერთი პირველი ცნობილი ინსტრუმენტია, რომელიც მიწისძვრის დაფიქსირებას ახერხებს. რაც მან შექმნა, ერთი შეხედვით მანქანას არ გავს, უფრო დიდ ბრინჯაოს ქილას წააგავს, მის გარშემო 8 დრაკონის თავი აქვს. თითოეული დრაკონის პირში პატარა ბრინჯაოს ბურთი უჭირავს. ქვემოთ კი 8 ბრინჯაოს ბაყაყია, რომლებსაც პირი აქვთ გაღებული. როდესაც შორეულ ადგილას მიწისძვრა ხდება, ერთ-ერთი ბურთი დრაკონის პირიდან ბაყაყის პირში ვარდება. და რომელი დრაკონიც ბურთს აგდებს, სწორედ ის მიუთითებს, რომელი მიმართულებიდან მოდის ბიძგი. ეს მოწყობილობა არ აჩვენებს ბიძგის სიმძლავრეს. ასევე ის არ იწერს გრაფიკს, როგორც თანამედროვე სეისმოგრაფი, მაგრამ მათი დროისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. იმ დროს თუ შორეულ პროვინციაში მიწისძვრა მოხდებოდა, შეიძლებოდა რამდენიმე დღე გასულიყო, სანამ ამბავი დედაქალაქამდე მივიდოდა. მაგრამ ჯიან ჰენგის მოწყობილობით შესაძლებელი იყო მაშინვე გაგეგო, შორს თუ მოხდა მიწისძვრა. ისტორიული წყაროს გვიანი ჰანის ციგნის მიხედვით, ერთხელ მოწყობილობა მაშინაც კი ამუშავდა, როცა დედაქალაქში მიწისძვრა არავის უგრძნია. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ამბავი, რომ იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლაც მოხდა მიწისძვრა. სასახლეში სიჩუმე იყო, არავინ მოძრაობდა. იატაკზე ბზარები არ ჩანდა. კედლები არ ირხეოდა, მაგრამ უცებ გაისმა ბრინჯაოს ბურთის დავარდნის ხმა. იმ დროის ადამიანებისთვის ეს თითქოს ჯადოსნობა იყო. როგორ შეეძლო ბრინჯაოს ქილას გაეგო მიწისძვრა, რომელიც ადამიანმა ვერ იგრძნო? როგორ შეეძლო მას ეთქვა, საიდან მოდიოდა ბიძგი? ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთ ეჭვი გაუჩნდა. იყო ოფიციალური პირები, რომლებიც ამას თაღლითობად, უცნაურ წარმოდგენად, ან ისეთ რამედ მიიჩნევდნენ, რის დაჯერებაც ვთვლია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს მოწყობილობა რაღაცას აჩვენებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანი დიდი ხანია ცდილობს სამყაროს გაგებას, დაკვირვების, დიზაინისა და ინჟინერიის მეშვეობით. სინამდვილეში ჟან ჰენგის მანქანა არ იყო სრულყოფილი, თუ შევადარებთ ჩვენს თანამედროვე მოწყობილობებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მაშინ მათ ეს გამოიყენეს. დავამატებ იმასაც, რომ ჟან ჰენგის ორიგინალი მოწყობილობა აღარ არსებობს. რაც ვიცით მის შესახებ ძველი ჩანაწერებიდან და თანამედროვე რეკონსტრუქციიდანაა მიღებული. მაგრამ მართლაც გასაოცარია, რომ ძველ დროში ასეთი მოწყობილობა არსებობდა. ასეთი მოწყობილობა უკვე ჰქონდათ. ეს ჟან ჰენგის გამოგონების კიდევ ერთი გასაოცარი მხარეა. ეს გაკეთდა იმ დროს, როცა არ არსებობდა ელექტროენერგია, სატელიტების, სენსორები და ინტერნეტი. მხოლოდ ბრინჯაოს მექანიკური დიზაინისა და მოძრაობის ღრმა გაგების გამოყენებით, მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც მეცნიერების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. და აქ ითხრება უფრო დიდი კითხვა. თუ მაშინ ასეთი ტიპის გამოგონება არსებობდა, კიდე რამდენი უძველესი ცოდნაა დაკარგული? კიდე რამდენი მოწყობილობაა განადგურებული? დაიკარგა ან აღარ გადაეცა შემდეგ თაობას? რადგან ზოგჯერ ტექნოლოგიის ისტორია უბრალოდ ყოველთვის აღმავალი არ არის, ზოგჯერ არის დროები, როცა ადამიანმა შექმნა საოცარი რამ, შემდეგ კი მსოფლიომ ეს დაივიწყა. ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში, როცა აღარ არსებობს ჟან ჰენგის მოწყობილობის ნამდვილი დიზაინი, აღარ არის ორიგინალი მანქანა, აღარ არის ნათელი ნახაზი, გარჩა მხოლოდ ძველი ჩანაწერები, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობდა ბრინჯაოს ჭურჭელი დრაკონით, ბაყაყით და ბურთულებით, რომლებიც მიწისძვრის დროს ვარდებოდა. ამიტომ მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც კითხულობდნენ, მართლა არსებობდა ეს? თუ ეს უბრალოდ დროის განმავლობაში გაზვიადებული ამბავია? მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ნათელი იყოს.
ჩვენ არ გვაქვს ორიგინალი მოწყობილობა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ 100%-ით ვიცით, როგორ გამოიყურებოდა მისი შიგთავსი. მაგრამ კვლევართა რეკონსტრუქციებსა და კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს შესაძლო ახსნა თუ როგორ მუშაობდა ეს. და ეს ახსნა არ არის მაგია, არამედ უბრალოდ ფიზიკაა. წარმოიდგინე, რომ ავტობუსში დგახარ. როცა ავტობუსი უცებ ჩერდება, შენი სხეული წინ იწევს, წინ მიდიხარ შენი ნების გარეშე. ეს იმიტომ ხდება, რომ შენი ტრანსპორტი უცებ ჩერდება. ეს არის ინერციის მარტივი იდეა. არსებობს საგნები, რომლებიც თითქოს სურთ დარჩნენ თავიანთ ძველ მოძრაობაში ან პოზიციაში, მაგრამ მათ ხელს უშლის უცხო ძალა. ასევე შეიძლება მუშაობდეს იგივე პრინციპი ჟან ქენგის სეისმოსკოპის შიგნით. დიდ ბრინჯაოს ჭურჭელში შეიძლება იყოს ჩამოკიდებული ან დგომი მძიმე ნაწილი, როგორც ქანქარა. ამიტომ, როდესაც შორეული მიწისძვრისგან სუსტი ვიბრაცია მოდის, ჭურჭლის სხეული შეიძლება ოდნავ გაირხეს. მაგრამ შიგნით არსებული მძიმე ქანქარა ინერციის გამო მაშინვე არ მიყვება მოძრაობას. სწორედ აქ ჩნდება მცირე განსხვავება მოძრაობაში. ეს მცირეა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ბერკეტი დაძრას. როდესაც ბერკეტი მოძრაობს, დრაკონის პირში არსებული მექანიზმი გაიხსნება. შემდეგ ბრინჯაოს ბუდი ჩავარდება ქვემოთ მდებარე ბაყაყის პირში. რადგან გარშემო 8 დრაკონია, შესაძლებელია მიმართულების ჩვენება, საიდანაც მოდის ბიძგი. უბრალოდ მოусმინეთ ახო. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვით 132 წელს ეს ძალიან ღრმა იდეა იყო. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე სეისმოგრაფი. არ არსებობდა კომპიუტერი, რომელიც მიწისძვრის ტალღებს კითხულობს. არ არსებობდა სატელიტი. არ არსებობდა სწრაფი კომუნიკაცია, რომ დაუყოვნებლივ გაეგოთ სად იყო კატასტროფა. ამიტომ ჯიან ჰენგის გაკეთებული უბრალოდ უცნაური დეკორაცია არ იყო. ეს იყო ადრეული გაფრთხილების იდეა. ეს მიწისძვრას არ აჩერებს, არც ზუსტ ძალას გეუბნება, მაგრამ შეუძლია შეგატყობინოს, რომ რომელიღაცა მიმართულებით ბიძგი მოხდა. და იმ დროს, როცა ინფორმაცია ნელა ვრცელდება, ეს დიდი მნიშვნელობის მქონეა, რადგან თუ დედაქალაქი უფრო ადრე გაიგებს, რომ რაიმე პროვინცია დაზიანდა, უფრო ადრე შეძლებს დახმარების გაგზავნასაც. აქ ხედავთ, რომ უძველესი ტექნოლოგია ყოველთვის პრიმიტიული ან უბრალოდ ძველი არ არის. ზოგჯერ მასალები მარტივია, მხოლოდ ბრინჯაო, ბურთი, ბერკეტი და ქანქარა. მაგრამ როცა დიზაინი სწორია, შედეგიც ძლიერია. ეხლა კი ჩინეთიდან გადავდივართ უძველესი საიდუმლოს სხვა ტიპზე. აღარ არის დიდი ბრინჯაოს მანქანა, აღარ არის მიწისძვრა, აღარ არის სასახლე, არამედ პატარა რომაული ჩიქა, რომელიც ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ მბიდარი ადამიანის ძვირფასი ჩიქა. მაგრამ როცა მეცნიერებმა დაიწყეს მისი შესწავლა, ყველაფერი უფრო უცნაური გახდა. ამას ლიკურგუსის ჩიქა ეწოდება. ბრიტანეთის მუზეუმის მიხედვით ეს არის გვიანი რომაული სასმელი ჩიქა მე-4 საუკუნიდან. დამზადებულია მინისგან და მასზე გამოსახულია სცენა მეფე ლიკურგუსის შესახებ. ეს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაშია და ცნობილია თავისი უჩვეულო ფერით. როდესაც მასზე სინათლე წინამხრიდან ეცემა, მინა მწვანედ გამოიყურება. მაგრამ როდესაც სინათლე უკნიდან მოდის ან ჭიქის შიგნით გადის, ის წითლად იქცევა. ეს გავს ჩვეულებრივ ჭიქას, რომელიც მოულოდნელად იცვლის ფერს, სინათლის მიხედვით. თუ ბავშვი შეხედავს ამას, შეიძლება თქვას, რომ ეს ჯადოსნურია, მაგრამ მიზეზი ჯადოსნობა არ არის. ამას დიქროიკული მინა ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ფერი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ როგორ გადის ან ეცემა სინათლე. და აქ რომაული თასი კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ხდება, რადგან მისი საიდუმლო იმ უმცირეს ნაწილაკებშია, რომლებიც შუშაშია შერეული. ბრიტანეთის მუზეუმში მოხსენიებული კვლევების მიხედვით, ლიკურგუსის თასის შუშაში ოქროსა და ვერცხლის ნაწილაკებია, მაგრამ ეს არ ჩანს თვალით. ეს არ არის ისეთი დიდი ლითონის ნაჭრები, რომ თვალი დაინახავს. ის ძალიან პატარაა, ნანო მასშტაბზეა. რომ გაგიადოდეს გაგება, წარმოიდგინეთ თმის ერთი ღერი და დაყავი ის უამრავ უფრო პატარა ნაწილად. მინაში არსებული ნაწილაკები ბევრად უფრო პატარაა ვიდრე თმის ღერი. მათი სიდიდის გამო ისინი სინათლეზე განსაკუთრებულად მოქმედებენ. როცა სინათლე სხვადასხვა მიმართულებით მოდის, სხვადასხვა ფერი ჩნდება. ამიტომაც წინიდან მწვანეა. მაგრამ როცა სინათლე მინას გაივლის, ის წითელი ხდება. თითქოს ჭიქას საიდუმლო ჩამფრთველი აქვს. მაგრამ ეს ჩამფრთველი ღილა კი არ არის. ჩამფრთველი თავად სინათლეა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს უბრალოდ საღებავი არ არის. ეს არ არის უბრალო ფერი, რომელიც ზედაპირზეა დადებული. ფერი მოდის თავად იმ გზიდან, როგორ ერევა პატარა მეტალის ნაწილაკები მინაში. და რადგან ეფექტი თანაბარია ჩიქაზე, ეს აჩვენებს, რომ მომხდარი უბრალო შემთხვევითობა არ არის. ეს არ გავს იმას, თითქოს უბრალოდ მონეტა ჩავარდა გადნობილ მინაში. უფრო სავარაუდოა, რომ რომაელი მინის დამამზადებლები იცნობდნენ მასალების სპეციალურ შერევას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყენებდნენ თანამედროვე სიტყვას ნანოტექნოლოგია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ მიკროსკოპი, როგორიც დღეს გვაქვს ჩვენ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ მათ მეცნიერება ისე არ ესმოდათ, როგორც თანამედროვე მეცნიერებს. მაგრამ აშკარაა, რომ მათ პრაქტიკული ცოდნა ჰქონდათ. იცოდნენ, რომ თუ სწორად აურევდნენ მასალებს, სწორად გააცხელებდნენ და სწორად ჩაატარებდნენ პროცესს, მინა განსაკუთრებულ შედარებულ შედეგს იძლეოდა.
ეს არის ის, რასაც ხშირად ვივიწყებთ უძველეს სამყაროში. შეიძლება მათ არ იცოდნენ ყველა ის ფორმულა, რაც დღეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ბევრს მათგანში ძალიან კარგად გამოსდიოდათ და შეცდომის მეთოდი. ისინი მრავალჯერ ცდიდნენ მასალებს. ისინი აკვირდებოდნენ, რა იცვლებოდა, იმახსოვრებდნენ, რომელი ნაზავი მუშაობდა და შემდეგ გადასცემდნენ ტექნიკას შემდეგ ოსტატს. ამიტომ ლიკურგუსის თასი უბრალოდ მამაზი ჩიქა არ არის. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ არსებობდნენ უძველესი ხელოსნები, რომელთაც ძალიან მაღალი ოსტატობა ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ისეთი რამის შექმნა, რომ თანამედროვე ადამიანიც კი გაჩერდებოდა და იკითხავდა, როგორ მოახერხეს ეს. და კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ამ თასის უკან მდგომი იდეა დაკავშირებულია თანამედროვე მეცნიერებასთან. პრეს მეცნიერები იყენებენ პატარა მეტალის ნაწილაკების ქცევას სინათლეზე სხვადასხვა ტექნოლოგიაში, მათ შორის სენსორებში და სამედიცინო კვლევებში. ეს ნიშნავს, რომ ის ნივთი, რომელსაც ადრე მდიდრების სუფრებზე სტუმრების გასაოცებლად იყენებდნენ, დღეს თანამედროვე მეცნიერებას იდეებს აძლევს. სწორედ ეს არის განსაკუთრებული ძველ გამოგონებებში. ხშირად გონია, რომ ეს უბრალოდ ხელოვნება, უბრალოდ დეკორაცია. მდიდრების ჩვენებაა მხოლოდ. მაგრამ როცა მეცნიერება ამ საიდუმოს გახსნის, ხედავთ, რომ უკან ნამდვილი ინჟინერია დგას. ჯიან ჰენგის სეისმოსკოპი გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებდა ძველი ჩინეთი მოძრაობასა და ინერციას მიწისძვრის შესამჩნევად. ლიკურგუსის თასი კი გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებდნენ რომაელი ოსტატები უმცირეს ნაწილაკებს სინათლის ფერის სამართავად. ისინი სხვადასხვა სამყაროდან არიან, სხვადასხვა მიზანი აქვთ. ერთი კატასტროფისთვისაა, მეორე კი ფუფუნებისა და საჩვენებლადაა. მაგრამ ორივეს რაღაცის ჩვენება შეუძლია. ძველი ადამიანები სულაც არ იყვნენ უგუნურები. ისინი უბრალოდ ბნელში არ გამოიცნობდნენ. ზოგიერთი მათგანი მოთმინებით აკვირდებოდა, ატარებდა ექსპერიმენტებს და ქმნიდა ისეთ რამეს, რაც აღემატებოდა ჩვენს მოლოდინს მათი ეპოქისთვის. და თუ მათ შეეძლოთ მიწის მოძრაობის და შუშაში სინათლის თამაშის გაგება, ბუნებრივია, რომ კიდევ ერთი კითხვა გაჩნდებოდა. თუ იმ დროს ასეთი ცოდნა არსებობდა, შესაძლებელია, რომ იმ დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს. უხილავი ძალა. ძალა, რომელიც თვალით არ ჩანს. მაგრამ შეგიძლია იგრძნო, როცა ის მეტალში მიედინება. ძალა, რომელსაც დღეს ელექტრობას უწოდებთ. მაგრამ არსებობს ერთი რამ უძველეს ტექნოლოგიაში, რაზეც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველა იდუმალი რამ არ უნდა დავიჯეროთ დაუფიქრებლად. როცა არტეფაქტი უჩვეულოა, ადვილია მასზე გადაჭარბებული ამბის შეთხსვა. ზოგჯერ ზოგიერთი მაშინვე ამბობს, რომ ეს თითქოს დაკარგული განვითარებული ცივილიზაციის მტკიცებულებაა. ზოგჯერ კი ამბობენ, რომ მაშინ უკვე ელექტროენერგია ჰქონდათ და მას დიდი საიდუმლოებისთვის იყენებდნენ. ამ დოკუმენტურ ფილმში ჩვენ უბრალოდ აჟიოტაჟს არ ავყვებით. შევხედავთ, რა სამყარებს რეალურად მტკიცებულება. აქ კი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო უძველესი ნივთი შემოდის, რომელიც ბაღდადის ერაყის მახვილად იპოვეს. მას ბევრი ბაღდადის ბატარეას უწოდებს. გარეგნულად ის ძალიან უბრალოა. პატარა თიხის სქილაა. შიგნით სპილენძის ცილინდრია, ხოლო შუაში რკინის ღეროა. როცა ამას მოისმენ, თითქოს რაღაცით წააგავს უბრალო ბატარეას. ორი სხვადასხვა მეტალია და შიგნით ციტრის ჩასმაც შეიძლება. ამიტომ როცა ეს პირველად განიხილეს ამდენიმე მკვლევარმა, ვიღაცამ შემოგთავაზა, რომ შესაძლოა ეს გამოიყენებოდა სუსტი ელექტრული დენის შესაქმნელად. რამდენიმე ანგარიშის მიხედვით არტეფაქტის შესახებ ის აღმოაჩინეს 1926 წელს და ჩვეულებრივ უკავშირებენ პარტიანის ან სანიანის პერიოდს. მაგრამ დღემდე მაინც არ არის სუსტად ცნობილი მისი ნამდვილი დანიშნულება. აქედან დაიწყო დიდი კითხვა. თუ მას შეეძლო ელექტროენერგიის წარმოება, რისთვის იყო ეს საჭირო? მაშინ ხომ არ არსებობდა მობილური ტელეფონები, არც ელექტრული ნათურა იყო, არც ძრავად ამტენიან საყოფაცხოვრებო ტექნიკა არსებობდა. ამიტომაც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უფრო დიდი თეორიები წამოაყენეს. იორენ თქვა, რომ ეს შეიძლება უძველესი სინათლის წყაროდ გამოიყენებოდა. იორენ თქვა, რომ ეს შეიძლება ტაძრის რიტუალებში გამოიყენებოდა. იორენ თქვა, რომ ეს შეიძლება ადამიანების შესაშინებლად გამოიყენებოდა. თითქოს მღვდლებს ძალა ჰქონდათ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბაღდადის ბატარეა ტაძრების ან პირამიდების გასანათებლად გამოიყენებოდა. ასევე არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ეს დიდი ელექტროსისტემის ნაწილი იყო. და მრავალი არქეოლოგის თქმით, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ფაქტი, რომ ეს ნამდვილად ბატარეაა, რომელიც უძველეს დროში გამოიყენებოდა. არსებობს სხვა ახსნაც, მაგალითად, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო კონტეინერი გრაგნილებისთვის ან რიტუალური ობიექტებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არაფერია საინტერესო. რადგან თუ გააკეთებ რეპლიკას ორი განსხვავებული ლითონით და მჟავე სითხით, მაგალითად ძმრით ან ლიმონის წვენით, ეს შეიძლება წარმოქმნას სუსტი ძაბვა. ძლიერი არაა. არ არის საკმარისი სახლის გასანათებლად, არ არის საკმარისი მანქანის გასაშვებად, მაგრამ საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ შესაძლებელია უბრალო ქიმიური რეაქცია, რომელიც ელექტრულ ბენს წარმოქმნის. რომ გაგიადულდეს გადება, წარმოიდგინე სათამაშო ფანარი, რომელსაც ბატარეა უკვე სუსტია, ჯერ კიდევ ანთებულია, მაგრამ ძალიან სუსტად. ესეთი ტიპის ენერგიაზე აქ საუბარი. ასე რომ თუ კი ეს ბატარეა, ეს არ არის უძველესი ელექტრული ქალაქის მტკიცებულება.
უფრო მარტივი შეიძლება იყოს მისი გამოყენება. ზოგიერთმა შემოგთავაზა, რომ შეიძლება ეს ელექტროპლატირებისთვის გამოიყენებოდა. ეს ნიშნავს სუსტი დენის გამოყენებას, რათა ძალიან თხელი ლითონის ფენა მიეკრას სხვა ობიექტის ზედაპირს. მაგალითად, გვაქვს პატარა ნივთი, რომელიც სპილენძისგანაა დამზადებული. როდესაც ეს მოთავსებულია შესაბამის ხსნარში და მიეწოდება ელექტრული დენი, სხვა ლითონის თხელი ფენა შეიძლება მიეკრას ზედაპირს, მაგრამ აქაც უნდა ვიყოთ გულწრფელები. ელექტროპლატირების თეორია საინტერესოა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ მიღებული. საკმარისი არქეოლოგიური მტკიცებულება არ არსებობს, რომ არტეფაქტი სწორედ ასე გამოიყენებოდა. ამიტომ უფრო სწორია თქვათ, რომ ბაღდადის ბატარეა არის იდუმალი ობიექტი, რომელსაც აქვს ბატარეის მსგავსი დიზაინი, მაგრამ მისი ნამდვილი დანიშნულება ჯერ დადასტურებული არ არის. და სწორედ აქ ხდება ეს უფრო საინტერესო ამბავი. არა იმიტომ, რომ აუცილებლად არსებობდა ძველი ელექტროენერგიის ცივილიზაცია, არამედ იმიტომ, რომ ეს გვაჩვენებს, როგორ უნდა ვიფიქროთ ისტორიაზე. ყველაფერი უცნაური არ არის მაგია. ასევე ყველაფერი უცნაური არ არის ყალბი. ზოგჯერ სწორი პასუხი შუაშია. არსებობს შესაძლებლობა, მაგრამ მტკიცებულება ჯერ კიდევ არასაკმარისია. და სანამ ბაღდადის ბატარეაზე ჯერ კიდევ გამათობენ, არსებობს ერთი არტეფაქტი, რომლის მტკიცებულებაც უფრო ნათელია. ეს ისეთი რამ არის, რომელიც უკვე მხოლოდ შესაძლებლობა აღარ არის. ეს არის რაღაცა, რაც მართლაც აჩვენებს უძველესი სამყაროს ძალიან მაღალ მექანიკურ უნარს. ეს არის ანტიკითერას მექანიზმი. 1900-იანი წლების დასაწყისში მღვინთავებმა ანტიკითერას კუნძულის მახლობლად ძველი გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს საბერძნეთში. ზღვის ქვეშ მათ მხოლოდ უბრალო ქვები არ უნახავთ. იქ იყო ქანდაკებები, უძველესი ნივთები, საგნები, რომლებიც ჩაძირული გემიდან იყო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ თავიდან ვერ შენიშნეს. ეს იყო კოროზირებული ბრინჯაოს ლამპარი. თითქოს ჟანგიანი და დაზიანებული ნაჭერი იყო. ფუშენ ნახავდი ამას, შეიძლება გეფიქრა, რომ ეს უბრალოდ ნაგავია. მაგრამ როცა გატყდა და შიგნით ჩაიხედეს, მკვლევარებმა ისეთი რამ ნახეს, რასაც არ ელოდნენ. შიგნით იყო კბილანები. პატარა მექანიზმები, ეს ჩვეულებრივი ლითონის ნაჭერი არ იყო, ეს იყო მანქანა და არა უბრალოდ მანქანა. თანამედროვე კვლევების მიხედვით ანტიკითერას მექანიზმი არის ძველი ბერძნული ხელითმართვადი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენებოდა მზის, მთვარის და ასტრონომიული ციკლების მოძრაობის გამოსათვლელად. ბევრი მკვლევარი მას ასევე უწოდებს პირველ ცნობილ ანალოგურ კომპიუტერს, რომ გაგიადვილოთ გაგება, წარმოიდგინეთ პატარა ხის ყუთი. მის შიგნით არის მრავალი ბრინჯაოს მექანიზმი, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. როცა სახელოს ატრიალებ, ისრები მოძრაობენ. ეს არ არის კალკულატორი ეკრანით, ეს არ არის კომპიუტერი კლავიატურით, მაგრამ მას შეუძლია ცაზე მნიშვნელოვანი მოძრაობების ჩვენება. მას შეუძლია ადამიანს დაეხმაროს გაიგოს მზისა და მთვარის ციკლები. და კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა PLOS ONE-ში, ანტიკითერას მექანიზმს აქვს ნაწილი, რომელიც გამოიყენება დაბნელებების პროგნოზირებისთვის საროსის ციკლის გამოყენებით. ეს არის ციკლი, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება დაბნელებების შესასწავლად. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის სათამაშო, ეს არ არის უბრალო დეკორაცია, ეს არის ცის მექანიკური მოდელი. დღეს, როცა გვინდა გავიგოთ, როდის იქნება დაბნელება, უბრალოდ ინტერნეტს ხსნით. მაგრამ ადრე მათ მათემატიკა, დაკვირვება და ძლიერი მექანიკური უნარები სჭირდებოდათ. და აქ ხდება ანტიკითერას მექანიზმი საოცარი, რადგან მათ მხოლოდ ცის ნიმუში კი არ იცოდნენ, არამედ ეს მანქანაც შექმნეს. ცოდნა მხოლოდ ტვინში ან ქაღალდზე არ არის. მათ ეს მოძრავ კბილანა თვლებად აქციეს, რომ კალენდარი, ასტრონომიული ხელსაწყო და კალკულატორი ერთში ყოფილიყო. მაგრამ საჭიროა ერთი გავრცელებული გადაჭარბების გამოსწორებაც. ეს არ არის კომპიუტერი, როგორც ლეპტოპი ან მობილური ტელეფონი. მას ელექტროენერგია არ აქვს. მას ეკრანი არ აქვს, მას არ აქვს მეხსიერება როგორც თანამედროვე კომპიუტერს. აქ ანალოგური კომპიუტერი ნიშნავს მექანიკურ მოწყობილობას, რომელიც იყენებს ფიზიკურ ნაწილებს გამოთვლისთვის ან გამოთვლილი მოძრაობის საჩვენებლად. ეს გავს ძველ მექანიკურ კომპიუტერს. ან აჩვენოს გამოთვლილი მოძრაობა როგორც ძველი მექანიკური კომპიუტერი. თუ კბილანა თვლების სწორადაა აწყობილი, საათის ის არის სწორად მოძრაობს. ანტიკითერას მექანიზმში თუ კბილანა თვლების სწორადაა აწყობილი, ის აჩვენებს ციური სხეულების ციკლს და სწორედ მაშინ გეცემა ჟრუანდელი. რადგან ეს აჩვენებს, რომ ძველი ბერძენი ინჟინრები უნარიანები იყვნენ ძალიან ზუსტი მექანიზმების შექმნაში. მათ არ ჰქონდათ ჩვენი თანამედროვე ხელსაწყოები, მაგრამ იცოდნენ გეომეტრია, ასტრონომია, მეტალურგია და მექანიკური დიზაინი. ისინი მხოლოდ ტაძრებსა და ქანდაკებებს არ ქმნიდნენ, ისინი ასევე ქმნიდნენ რთულ მექანიზმებს. და რაც უფრო სამწუხაროა, თითქოს ესეთი დონის მექანიზმების ტექნოლოგია დიდი ხნით დაიკარგა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის გონება გაქრა, უბრალოდ ცოდნა ადვილად შეიძლება დაიკარგოს. როდესაც სახელოსნოები ნადგურდება, მასწავლებლები ქრებიან, ჩანაწერები იკარგება, ან ქალაქები, რომლებიც ასეთ პროექტებს აფინანსებენ, ინგრევა. შეიძლება მთელი წარმოების ტრადიცია გაქრეს. ამიტომ ზოგჯერ ტექნოლოგიის ისტორია ოველთვის წინ არ მიდის.
არის პერიოდები, როცა ის მაღლა იწევს, პერიოდები, როცა ეცემა და პერიოდები, როცა ზღვის ქვეშ იფარება და ათასობით წელს ელოდება, სანამ ისევ გამოჩნდება. მაგრამ მექანიკა უძველესმა ინჟინრებმა არა მხოლოდ ასტრონომიაში გამოიყენეს. უძველესი სამყაროს სხვა ნაწილებში არსებობდა მანქანები, რომლებიც შექმნილი იყო არა იმისთვის, რომ დაბნელება გამოეთვალათ, არამედ იმისთვის, რომ ადამიანის თვალში სასწაული შეექმნათ. აქ შემოდის ჰერონ ალექსანდრიელი. ჰერონი იყო ბერძენი ინჟინერი და მათემატიკოსი, რომელიც ალექსანდრიაში ცხოვრობდა პირველ საუკუნეში. ის ცნობილია მოთხრობილობებით, რომლებიც იყენებენ ჰაერს, წყალს, სითბოს და წნევას. თავის წიგნში პნევმატიკა მან აღწერა სხვადასხვა მანქანა, რომლებიც ამ ძალებით მუშაობენ. ჰერონის მანქანების შესახებ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მისი ზოგიერთი მოწყობილობა იყენებს ცეცხლს, ჰაერის წნევას, წყალს და მარტივ მექანიკურ სისტემებს ავტომატური მოძრაობის შესაქმნელად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იდეა, რომელიც მას უკავშირდება, არის ავტომატური ტაძრის კარები. აი მარტივი ახსნა, წარმოიდგინეთ დიდი ტაძარი, წინ მძიმე კარები დგას. მღვდელი საკურთხეველთან მიდის, ლოცულობს და ცეცხლს ანთებს. რამდენიმე წამში კარები ნელ-ნელა იღება, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ეხება მას. იმ დროის ადამიანებისთვის ეს ნიშნავდა, რომ ღმერთმა მათი ლოცვა მიიღო. მაგრამ სინამდვილეში ქვემოთ დამალული მექანიზმი იყო. როდესაც საკურთხეველი ცხელდება, ასევე ცხელდება ჰაერი დალუქულ კონტეინერში. როცა ჰაერი ცხელდება, ის ფართოვდება და წყალს სხვა ჭურჭელში აწვება. როდესაც ჭურჭელი წყლით ივსება, ის მძიმდება. სიმძიმის გამო ის ქაჩავს თოქსა და ბლოკს, რომელიც კართან არის მიმაგრებული. ამიტომაც იღება ტარი. როდესაც ცეცხლი ჩაქრება, ჰაერი გაცივდება, წყალი დაბრუნდება ძველ ჭურჭელში, წონა კულავ შემსუბუქდება და კარი ნელ-ნელა დაიხურება. ჩვეულებრივი ადამიანის თვალში ეს სასწაულია, მაგრამ ამის უკან პროცესები ძალიან მარტივია. ცეცხლი, სითბო, ჰაერი, წყალი, სიმძიმე, თოკი და ბლოკი. სწორედ ეს ადრავს კარს. და ჰერომ მხოლოდ ავტომატური კარები არ შექმნა. მას ასევე ჰქონდა გამცემი აპარატის ადრეული ვერსია. ეს აპარატი არ გასცემდა გაზიან სასმელებს ან საკვებს. ეს აპარატი ტაძარში წმინდა წყალს გასცემდა. როდესაც ადამიანი მონეტას აგდებდა, ის ვარდებოდა პატარა ბერკეტზე. მონეტის სიმძიმის გამო ბერკეტი მოძრაობდა და სარქველი იღებოდა. წყალი გადმოდიოდა. შემდეგ, როდესაც მონეტა კონტეინერში ჩავარდებოდა, ბერკეტი თავის ადგილს უბრუნდებოდა და სარქველი იკეტებოდა. მარტივია, მაგრამ ძალიან გონივრული. ეს თითქოს ძველი მონეტების ჩამაგდების აპარატია. ეს აჩვენებს, რომ უკვე მაშინ ადამიანები ფიქრობდნენ, როგორ შეექმნათ მანქანა, რომელიც თვითონ იმუშავებდა. მაგრამ ჰეროს ყველაზე ცნობილი გამოგონებაა აიოლიპილი. ეს არის ღრული თონის ბურთი, რომელიც ორთქლის დახმარებით ტრიალებს. ასე მუშაობს ის. ქვემოდან წყალი ცხელდება. როცა წყალი ადუღდება, ის ორთქლად იქცევა. ორთქლი შედის ლითონის ბურთში და გამოდის ორი მოხრილი საქშენიდან. როდესაც ორთქლი გამოდის, ის ბურთს ატრიალებს. ეს გავს ბუშტს, რომელსაც უშვებენ. როცა ჰაერი ერთ მიმართულებით გამოდის, ბუშტი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. იდივე ხდება აიოლიპილთანაც. ამიტომ მას ხშირად მიიჩნევენ ორთქლის ძრავის ადრეულ იდეად. მაგრამ ეს უნდა იყოს ნათელი. ეს არ არის ორთქლის ძრავა, როგორიც გამოიყენებოდა მატარებლებში და ქარხლებში ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ეს არ აძლევს მძიმე ვაგონებს. ეს არ ამუშავებს დიდ მანქანას. უფრო სწორია, მას უწოდოთ ორთქლის ენერგიის ადრეული დემონსტრაცია. მან აჩვენა, რომ სითბოსა და ორთქლს შეუძლიათ მოძრაობის შექმნა, მაგრამ მაშინ ეს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დიდ სამუშაოებში. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ უკვე იცოდნენ ორთქლის ენერგიის შესახებ, რატომ არ დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია უძველეს დროში? პასუხი ის არ არის, რომ მათ გონება აკლდათ. არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატო არ იყო ეს ჯერ კიდევ პრაქტიკული. პირველ რიგში, რთული იყო ორთქლის წნევისთვის გამძლე და უსაფრთხო მეტალის ნაწილების დამზადება. თუ მეტალი სუსტია, შეიძლება გასკდეს. თუ დალუფვა ცუდია, ორთქლი გაიპარება. მეორე მხრივ საჭიროა ბევრი საწვავი, რომ წყალი გააცხელო. საჭიროა შეშა, ნახშირი ან სხვა სითბოს ცხარო. მესამედ, საჭიროა ნათელი მიზეზი, რომ ეს დიდი სამუშაოსთვის გამოიყენო. რაშინ იყო წყლის წისქვილები, ცხოველთა ძალა, ადამიანური შრომა და მონობა. მონობის გამო ბევრ მდიდარს არ უწევდა არჩევანი, დაეხარჯა ძვირადღირებულ და სარისკო მოწყობილობებზე. თუ არიან ადამიანები ან ცხოველები, რომლებსაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება, რატო უნდა გამოიყენო რთული ორთქლის მანქანა? ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მონობა იყო მიზეზი. მაგრამ ეს დიდი ნაწილი იყო იმდროინდელი ეკონომიკური სისტემის. ამიტომ ჰერონის აიოლიპილი არ არის მტკიცებულება იმისა, რომ რომის იმპერიას თითქმის ჰქონდა მატარებლები. უფრო სწორი, ამას ადრეული ნაპერწკალი უწოდოთ, ადამიანმა უკვე დაინახა, რომ ორთქლს შეუძლია მოძრაობის შექმნა. მაგრამ სოფლიო ჯერ მზად არ იყო, რომ ეს იდეა ინდუსტრიად ექცია.
და აქ ხედავ დიდ გაკვეთილს. დამოგონება მხოლოდ გონიერებაზე არ არის დამოკიდებული. თუნდაც იდეა კარგი იყოს, მაინც საჭიროა სწორი დრო, სწორი მასალები, სწორი ინსტრუმენტები, სწორი ეკონომიკა და სწორი მიზეზი, რომის გამოიყენ. ასევეა გაკვეთილი სხვა უძველეს ტექნოლოგიებშიც. ჯიან ჰენგის სეისმოსკოპი აჩვენებს, რომ უძველეს ჩინეთს შეეძლო შეექმნა მოწყობილობა, რომელიც მიწისძვრის დაფიქსირებას შეძლებდა. ლიკურგუსის თასი აჩვენებს, რომ რომაელ ოსტატებს შეეძლოთ შეექმნათ მინა, რომელიც ფერს ბაღდადის ბატარეა გვახსენებს, რომ ყველა საიდუმლო არ უნდა მივიჩნიოთ ფაქტად, რადგან მისი ნამდვილი დანიშნულება ჯერ კიდევ დაუდგენელია. ანტიკითერას მექანიზმი ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ძველ ბერძნებს შეეძლოთ ასტრონომიისთვის რთული მექანიკური სისტემების შექმნა. ალექსანდრიის ჰერონის მანქანები აჩვენებს, რომ ადამიანებს უკვე მაშინ ჰქონდათ წარმოდგენა ავტომატიზაციაზე, სავაჭრო აპარატებსა და ორთქლის ენერგიაზე დაფუძნებულ მოძრაობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ეს არის, პროგრესი ყოველთვის უწყვეტი არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს რაღაც გამოიგონა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მაშინვე შეცვლის მსოფლიოს. ხანდახან გამოგონება თავის დროს უსწრებს, ხანდახან ის სრულად არ გამოიყენება, ხანდახან ცოდნა იკარგება, რადგან შემდეგ თაობას აღარ გადაეცემა. ამიტომ არ უნდა შევაფასოთ უძველეს სამყარო როგორც უმნიშვნელო. მათ არ ჰქონდათ მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი როგორც ჩვენ, მაგრამ ისინი არც უბრალო ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მხოლოდ ვარაუდი შეეძლოთ. მათგან ბევრს შეეძლო დაკვირვება, ექსპერიმენტების ჩატარება და მანქანების შექმნა იმ მასალებით, რაც ჰქონდათ. და ეს არის ნამდვილი გაკვეთილი ამ არტეფაქტებისგან. გონიერება ჩვენით არ დაწყებულა. ადამიანმა დიდი ხანია ეძებს გზებს, რომ გამოიყენოს მიცა, წყალი, ჰაერი, სითბო, სინათლე, მეტალი და ვარსკვლავები, მაგრამ ცოდნა უნდა დავიცვათ. რადგან თუ სწავლება შეწყდება, ჩანაწერები დაზიანდება ან ადამიანები, რომლებსაც ცოდნა აქვთ, დაიკარგებიან, მაშინ შეიძლება ყველაზე განვითარებული ცოდნაც კი დაიკარგოს. და იქნება ერთ დღეს მომავალ ცივილიზაციას ჩვენი გატეხილი მობილური ტელეფონი უპოვოს. აღარ ექნება ბატარეა, აღარ ექნება სიგნალი, აღარ ექნება ინტერნეტი. ისინი შეხედავენ ამას და იკითხავენ, რა არის ეს? მინა? სათამაშოა? რიტუალური ნივთია? ან მტკიცებულებაა ცივილიზაციის, რომელიც ოდესღაც შეძლებდა მთელ მსოფლიოსთან საუბარს ხელის გულზე მოთავსებული პატარა ნივთით. სწორედ მაშინ გავიგებთ ცოდნის ნამდვილ მნიშვნელობას. ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება მხოლოდ მანქანა კი არ არის, არამედ ცოდნის შემდეგ თაობაზე გადაცემის უნარია. თუ ეს გაწყდება, რამდენადაც განვითარებულებიც არ უნდა ვიყოთ დღეს, ერთ დღეს ჩვენი სამყარო შეიძლება საიდუმლოდ იქცეს.